გამარჯობა. ვიცი ლექსელოდებით. ამჯერად ვისაუბრებთ. სამსახურში ვარ. ჩემ სამუშაო კაბინეტში. მე ექიმი ვარ. 35 წელი მედიცინას ვემსახურები. მინდა მოგიყვეთ. წერა როგორ დავიწყე. ალბათ დაგაინტერესებთ. მრავალი წელი როცა ერთ საქმეს ემსახურები ადამიანი, შემდეგ შინაგანად პროტესტები გიჩნდება, რომ სხვა არაფერი შეგიძლია თითქოს. არადა გინდა რომ შესაძლებლობების ზღვარი გაიგო. გარდა ამისა, რეალობიდან გასვლა გინდება ადამიანს. სიმშვიდე, ოცნება, სადღაც სხვა სამყაროში ცხოვრება, თუნდაც ცოტა ხანი. ეს წერით შევიქმნე ყველაფერი ჩემს თავს. საკმაოდ დიდ ასაკში. მოვწყდი რეალობას, შევქმენი ჩემი გმირები მოთხრობებში და მათი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება. ეს საინტერესო იყო, მიმზიდველი. მერე გამიტაცა. თანდათან ლექსების წერაც დავიწყე. ლექსებმა საერთოდ წალკოტში გადამიყვანა. იცით რა კარგია იქ. თქვენ შეგიძლიათ. დარწმუნებული ვართ, მე რო გიკითხავთ ლექსებს, თქვენი სიამოვნებას განიჭებ და რაღაცა წამიერად მაინც გამოდიხართ რეალური საზროვნავებიდან. ეს ზოგად საკაცობრიო პრობლემაა. რეალობიდან გასვლა. და ცოტა ხნით საკუთარ კუთხე-კუნჭულებთან, გულის კუთხე-კუნჭულებთან დარჩენა. მოდით ამაზე ვისაუბროთ. მე ხომ მოგიყევით ახლა ყველაფერი. თქვენც მომწერეთ. დიალოგი შედგება. მე ვეცდები, რომ გაგილამაზოთ ის წუთები, როდესაც თქვენ სიმძიმეს გრძნობთ. ზოგჯერ ისერი მტკივა, მხრები მტკივა. განა ფიზიკური ტკივილია ეს, არა. ეს სხვა ტკივილია. ცხოვრება მაწვება მთელი ძალით. და აი მაშინ, ზუსტად მაშინ მშველის ჩემი პოეზია. იქ იმდენი ყვავილები მაქვს. ცისფერი ცა, მწვანე ოკეანე. იმ სამყაროში სიმშვიდეა. თქვენს გექნებათ დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სამყარო. სადაც მშვიდად ხართ, თქვენთვის მარტო. თავისუფლად სუნთქავთ და ბედნიერი ხართ. მოდით ამაზე ვისაუბროთ დღეს. აი შემდეგ ჩართვაზე და ეს იქნება ერთი კვირის მერე. კვირაში ერთხელ ვისაუბროთ მოკლედ. შემდეგ ჩართვაზე ვისაუბროთ სიყვარულზე და სიძულვილზე, რომელთა შორის ზღვარიც არის, მაგრამ სადღაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთად. დღეს კი ამით დავკმაყოფილდეთ. რატომ დავიწყე წერა მე? საკმაოდ დიდ ასაკში. ალბათ მენდობით, რომ ეს თავისთავად მოვიდა ჩემთან. საზღვრები გავხსენი ჩემს ირგვლივ. გადავლახე ჰორიზონტები და სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე. თუნდაც წერის პროცესში, თუნდაც კითხვის პროცესში, თუნდაც მაშინ, როდესაც თქვენგან ვისმენ სასიამოვნო კომენტარს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით, დღეს გემშვიდობებით. კარგად იყავით.